გამარჯობა ძვირფას საზოგადოება. დღეს საზოგადოების ცნობიერებაზე ზემოქმედების მრავალი საშუალება არსებობს. ეს არის ინტერნეტი, ტელევიზია, თავის გადაცემებით, მთელი არხებით, რომელსაც ჩვენ მივხვდით ვართ და უყურებთ. ეს არის სხვადასხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ოვერტონის ფარჯა, რომელზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი. მაგრამ მთავარი ძალა, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანზე, ეს არის ჟურნალისტიკა. ყველას რასაკვირველი არ ეხება, მაგრამ ჟურნალისტები წარმოადგენენ დღეს სწორედ იმ ძალას, რომელიც ძალიან ეფექტურად მოქმედებს ადამიანის ცნობიერებაზე და ცვლის მას. ეხლა რა იარაღი გააჩნიათ და რა იარაღი არის მათ არსენალში, უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. ეს ადამიანები არიან კარგად მომზადებული, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე მორალურად, იდეოლოგიურად. როდესაც ისინი საუბრობენ, იყენებენ ემოციებს, ამ ემოციების საშუალებით მოქმედებენ ადამიანებზე. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ ტექნიკური მხარდაჭერა პროდიუსერების მხრიდან, გააჩნიათ სტატისტიკური მხარდაჭერა და რაც თავარია ის იდეოლოგიური ცოდნა, რომელზეც არის დაყრდნობილი მათი ეს მთელი საქმიანობა და სწორედ ამას იცავენ ისინი. დღეს საიდუმლო არ არის, რომ ჟურნალისტიკის დიდი ნაწილი ემსახურება ლიბერალიზმს და უფრო სწორად რო ვთქვათ, იმ ახალ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ვითარდება მთელ მსოფლიოში, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ადამიანის შექმნას და სწორედ ამ კუთხით, ამ მიმართულებით მუშაობს დღეს უმრავლესი ტელევიზიები. ამ კუთხით მუშაობს არა მარტო ტელევიზიები, არამედ ის პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილიც, რომელიც მოღვაწეობს ამა თუ იმ ქვეყანაში. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ხდება ამ შემთხვევაში, ეს არის ის, რომ ეს ადამიანები, დღეს განსაკუთრებით ჟურნალისტები, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, ებრძვიან ეროვნულ ცნობიერებას, ებრძვიან სახელმწიფოებრივ აზროვნებას და რეალურად გამოდიან მტრების საზოგადოების ნებსით თუ უნებლიეთ. ეხლა რატომ ვამბობ ჩვენ ეკლესიას და რატომ ვთვლით ასე, რომ მათი ძირითადი მტერი არის ეკლესია და მათი მიზნის მისაღწევად სწორედ ეკლესიის დისკრედიტაცია არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. იმიტომ რომ ჩემო ძვირფასებო, რომ მსოფლიოში იმ გეგმის განსახორციელებლად, რომელსაც ახორციელებს თანამედროვე მსოფლიო ელიტა, ხელშემშლელი ფაქტორი არის ზნეობრივი ფაქტორი. ჩვენ ხედავთ, რომ მსოფლიოში როგორ ხდება პროპაგანდა, როგორც LGBT საზოგადოებების, სხვადასხვა გარყვნილობების, გენდერული თანასწორობის, ცდილობენ შემოიტანონ სექსუალური განათლება სკოლაში და მრავალი სხვა გეგმები, რომელსაც ახლა არ ჩამოვთვლით. ყველაფერ ამას ხელს უშლის სწორედ ეკლესია. ზნეობის დამცველი დღეს, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც, თუ დაუკვირდებით კარგად და ყურადღებით დამკვირვებული ადამიანი სწორედ მიხვდება, რომ სწორედ ეკლესია არის ამ მთავარი ღირებულების დამცველი საზოგადოებაში. და ის ფაქტი, რომ ეკლესიას დღესაც უკავი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი ჩვენ საზოგადოებაში და ყველაზე დიდი რეპუტაცია აქვს, განაპირობებს სწორედ ის გარემოება, რომ სწორედ ეკლესია არის დამცველი ამ ღირებულებების. ამიტომ პირველ რიგში ეს რომ მოსპონ, რასაკვირველია, უნდა მოხდეს ეკლესიის დისკრედიტაცია. ანუ როგორც რელიგიური კუთხით, ზნეობრივი კუთხით, არა მარტო მაგით, არამედ ზოგადად სახელმწიფოებრივი კუთხითაც. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ დღეს საქართველოს არამედ თუ ზნეობრივად, არამედ ტერიტორიის დამცველიც პირველი და საქართველოს მთლიანობის დამცველიც გამოდის სწორედ ეკლესია, სასულიერო პირები და ჩვენ ხედავთ იგივე გარეჯის მაგალითს, იგივე ჩვენი რეგიონებში მოქმედი სასულიერო პირების თავდაუზოგავ შრომას და ღვაწლს, რომელიც ხდებიან ამ საზოგადოების, რასაც ქვია ტელევიზია, ჟურნალისტიკა, ის გარკვეული აგრესიული ნაწილი, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით, პირდაპირ შემოტევის საგანი ხდებიან. ამიტომ ეს არის მთავარი მიზანი, ანუ ახალი მსოფლიო წესრიგის განხორციელების ძირითადი შემკავებელი ძალა, რომელიც რომელსაც ჩვენ ხედავთ ჩვენ საზოგადოებაში პირადად, ეს არის ნამდვილად ეკლესია. ეხლა რა
ხერხებს იხენებენ ჟურნალისტიკა, რა მეთოდები აქვს და რა არის მათი ძირითადი ნაბიჯები. ჩვენ ხედავთ ორ განსხვავებულ მიდგომას. ეს არის ერთი აგრესიული ჟურნალისტიკა, მოდით ასე ვთქვათ, თავისი აგრესიული ტელევიზიები და ასევე არის ეგრეთ წოდებული შერბილებული, უფრო ლოიალური, უფრო ლიბერალური, ასეთი რბილი ტელევიზიები და გადაცემები, მაგრამ ორივე ერთ მიზანს ემსახურება. თუ აგრესიულ ფონზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, იქ სტუმრად მოყავთ ისეთი უფრო ოდიოზური ფიგურები, გნებავთ პოლიტიკოსები, გნებავთ სასულიერო პირიდან ისეთი, ვისაც შეუძლია გარკვეული განხეთქილება შემოიტანონ ეკლესიურ ცხოვრებაში, სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, ადამიანები, რომელსაც პირდაპირ ზოგიერთს პირდაპირ ლანძღავენ, მაგალითად იგივე ყველა კარგად ვიცით როგორი ლანძღვა და შეუფერებელი სიტყვებით ხდება საუბარი პატრიარქის წინააღმდეგ, ეპისკოპოსების და მღვდლების წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ არაერთ გადაცემას, უბრალოდ რეგულარულად მომზადებულ გადაცემებს სასულიერო პირების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ და ამას რასაკვირველია ყოველივეს აქვს ეს საფუძველი, რომ ეს ინსტიტუცია უნდა დაინგრეს, მოისმოს და ეს არის მაგათი მთავარი მიზანი. მეორე მხრივ უფრო ლიბერალური მხარეს რო შევხედოთ, ანუ უფრო რბილ მხარეს ან ტელევიზიების, იქ ხშირად ეკლესიის ნაცვლად გამოიყენება ასეთი ტერმინოლოგია, სხვადასხვა ორგანიზაცია არ ეთანხმება ამა თუ იმ სწავლების სკოლაში შემოტანას, ანუ იგივე სექსუალური განათლების სკოლაში შემოტანას. აქ გულისხმობენ ეკლესიას, მაგრამ ერიდებიან ამ ტერმინოლოგიას. ან მოიწოვენ ისეთ სტუმრებს, თუნდაც იყოს ეს სასულიერო პირები, ლიბერალური განხილით, რომლებიც გაიძახიან ჩვენ პროგრესის მომხრენი ვარ და როგორ შეიძლება ეს სიბნელე და ეს არის ფანატიზმი და ასე შემდეგ და ამაში გულისხმობენ ძირითადად მართლმადიდებლურ სწავლებას. ამიტომ ეს ორი დარტყმა პირდაპირ შეინიშნება ჩვენ საზოგადოებაში და ამას უყურებთ, ამის მხილველნი ვართ ჩვენ დღეს. საზოგადოება რასაკვირველია არჩევანის წინაშეა ახლა, რომ ჩვენ უცგერთ ამ ადამიანებს უნდა ვიცოდეთ, რომ ღებულობ ამ სწავლებას, რასაც ისინი გეუბნებიან თუ არა, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რომ ეს ადამიანები მოდიან შეტევით, მოდიან მიზანდასახულად, მოდიან შედეგის დასადებად, ანუ ისინი როდესაც საუბრობენ, პირდაპირ გირტყამენ ტვინში, ისინი არიან მომზადებული, მაშინ როდესაც ჩვენ ძირითადად გულისხმობ საზოგადოებას, არის ტელევიზორთან წამოწოლილი, გალაღებული, შეიძლება დაღლილი საქმიანობისგან. ხედავთ იქ სად ხდება ფსიქოლოგიური დარტყმა. მაშინ როდესაც ადამიანი არის დასუსტებული, ადამიანი არის გალაღებული და უნდა რომ შეისვენოს აი დაღლილი დღისგან, ასე ვთქვათ, ამ დროს ხდება ზუსტად დარტყმა, ესეთი რევოლუციური დარტყმა. აქედან აგრესიული იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც შეუძლია გარკვეული შფოთი, რევოლუციური სული შემოიტანოს საზოგადოებაში, ამას ემსახურება ეს აგრესიული ტელევიზიები და მეორე გადაცემები, ძირითადად დილის და შუადღის გადაცემები, უფრო შერბილებული და ასე შემდეგ, სადაც მოყავთ ისეთი სტუმრები, სადაც ქონიან თითქოს ობიექტურ პირობებს, ღიმილით, ზოგჯერ შეშფოთებულ სახეებს, ой, როგორ შეიძლება ეს ფანატიზმია და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ ბრძოლას ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ ბრძოლას იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც იცავს როგორც ზნეობას, ასევე ჯანმრთელობას და ეს გამოჩნდა კარგად სინოდის გადაწყვეტილებებით, რომელიც ეხებოდა ასევე ვაქცინაციას. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, რომ ეკლესია ზრუნავს სულზე, ხორცზე ადამიანის და რასაკვირველია ჩვენს სამშობლოზე, მის ერთიანობაზე და ეს არის გულის ტკივილი. სწორედ ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც ეს ადამიანები ებრძვიან. ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს არჩევანი ერთი მხრივ ამ ჟურნალისტების, რომლებიც შეიძლება შევადაროთ აი ბუზებს, რომლებიც დაფრინავენ და მოედებიან ყველაფერს არაწმინდას, მათ შორის ფეკალურ მასებს და იღებენ იქიდან და აი გარყვნილება და რაღაცა სიბინძურე შემოაქვს და დაავადებების გადამტანი არიან და მეორე მხრივ ასევე არიან კარგი ადამიანები, ჟურნალისტები, უბრალოდ ისეთი, რომლებიც წინააღმდეგობაში არიან ამ სისტემასთან, უზნეობასთან. სხვათა შორის ბევრმა მათგანმა სამსახურეც კი დაკარგა იმის გამო, რომ არ დაეთანხმა ამ უსჯულო და გარყვნილ და ბოროტ ზრახვებს, ბევრი მათგანი დევნის ობიექტიც გახდა და
საკებარია ის ადამიანები, რომლებიც ეს ღირსეულად გადაიტანა, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ალტერნატიული ტელევიზიები თუ გადაცემები შექმნეს, რომელიც მოგვეცა საშუალება, რომ ალტერნატიული აზრი მოვისმინოთ, სიმართლე გავიგოთ ის რაც ხდება ირგვლივ, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს გარშემო. ამიტომ ეს პრობლემა დღეს ნამდვილად დგას და ჩვენ ამ პრობლემის წინაშე ვართ და პასუხისგებელი ვართ ყველანი. ჩვენ ვართ პასუხისგებელი რა ინფორმაციას მივიღებთ, როგორ გადავამუშავებთ, რას დავიჯერებთ, იმიტომ რომ ამაზე შემდეგ დამოკიდებული ჩვენი აზროვნება მომავალში. ანუ ის როგორ გადავწემთ ჩვენ მოსაზრებებს, აზრებს, ჩვენ შვილებს, ჩვენს ახლობლებს და როგორ ჩამოყალიბდება ზოგადად აზროვნება საზოგადოებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენთაგანს რასაკვირველია გვაკისრია, რადგან ჩვენ ყველანი ადრე თუ გვიან წავდგებით ღვთის წინაშე და ამის პასუხისგება მოგვიწევს რა გავაკეთეთ და როგორი დამოკიდებულება გვქონდა სიკეთისა და ბოროტების გარჩევის საკითხში. მაგრამ გამონაკლისი არის ჟურნალისტები არიან და პატივცემულო ჟურნალისტებო, თქვენ გჯერათ თუ არ გჯერათ, გწამთ თუ არ გწამთ, იქ იმართლებთ თავს იქ ზოგიერთი სასულიერო პირების თუნდაც დაცემით, რაღაც კადრებით, იქ მანქანებით, ჯიპებით და ასე შემდეგ. ამით ვერ გაიმართლებს ადამიანი თავს და ეს სამწუხაროდ ადრე თუ გვიან თქვენც მოგიწევთ პასუხისგება და ღვთის წინაშე წარდგომა ამას გულისხმობს სწორედ და მაშინ უკვე ძალიან რთული იქნება დამიჯერეთ თავის მართლება. ამიტომ ერთადერთი სურვილი რაც კი მაქვს ამ შემთხვევაში თქვენს მიმართ ეს არის ნამდვილად სინანული და დაანებეთ ამ ბოროტ საქმეს თავი და ასე გამოხატეთ თქვენი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება როგორც სამშობლოს მიმართ, ასევე საზოგადოების მიმართ და ღვთის მიმართაც. დღეს ეს იყო სულ დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.